საქართველოს პატრიოტთა ალიანსი აქტიურად მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნების კამპანიაში. რას პირდება ამორჩეველს თემაზე სასაუბროდ ჩაგორთვება ნათია მაზანაშვილი, პატრიოტთა ალიანსიდან თელავის საკრებულოში წევრობის კანდიდატი. ნათია, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ნათია, როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რას პირდებით ამორჩეველს? დიდი მადლობა ნინო, გადაცემაში მონაწილეობისთვის. Პირველ რიგში მე მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს მოსახლეობას და შემდგომ ეტაპობრივად გაგაცნოთ ის გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ძალიან მძიმე ვითარებაა სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. ძალიან უჭირთ ადამიანებს ცხოვრება, განსაკუთრებით პენსიონერებს, რომლებსაც აქვთ მწირი შემოსავალი, ანუ პენსია და მათ არ იციან ეს პენსია წამალში გაანაწილონ თუ საკვებში. ამიტომ ხშირად პენსიონერს უწევს არჩევანის გაკეთება, ან იყიდოს მედიკამენტი, ან იყიდოს საკვები. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ ვისაუბროთ სოციალური მეთოდოლოგიის შეცვლაზე, ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, ვისაც დღეს ცხოვრება ძალიან უჭირთ და მათ ფიზიკურად შემოსავალი არ აქვს და პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეიცვალოს სოციალური დახმარების მეთოდოლოგია, რომელიც 2015 წლის 1 მაისიდან ამოქმედებულია. მართალია სარეიტინგო ქულად არ ითვლება საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ ითვლება სოფლებში საცხოვრებელი სახლები, ქათამი და ასე შემდეგ, რის გამოც ადამიანებს არ ენიჭება სოციალური დახმარება. მე არ საუბრობ იმაზე, რომ ყველას უნდა ჰქონდეს სოციალური დახმარება, მე საუბრობ მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისაც არ აქვს შრომის უნარი და ფიზიკურად ვერ მუშაობს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. შემდეგ არის მთავარი და ძირითადი პრობლემა, რომ არ უნდა იცვლებოდეს ქალაქი და სოფლები. ეხლა როდესაც დავდივარ ჩვენ სოფლებში, თითქმის თელავის რაიონის ყველა სოფელი შემოვიარე და აწერია ძალიან ბევრ სახლს იყიდება. როდესაც ვკითხულობ, სად არიან ადამიანები მეზობლებისგან და ცნობებისგან, მეუბნებიან, რომ წავიდა შვილი საზღვარგარეთ, შემდეგ მშობლებით წაიყვანა. წავიდა დედა საზღვარგარეთ, შემდეგ მშობლებით წაიყვანა. ემიგრაცია არის ძალიან მტკივნეული საკითხი არა მარტო თელავში, არამედ სრულიად საქართველოში. თელავი უნდა იქცეს აუცილებლად საუნივერსიტეტო ქალაქად. უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს სტუდქალაქი, რომელიც კახეთის სოფლებიდან წამოსულ სტუდენტებს საცხოვრებელ გარემოს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დააფინანსებს. 2025 წელს 1400 სტუდენტმა შეიჩერა სტუდენტის სტატუსი, რადგან არ ჰქონდათ საცხოვრებელი. ეს არის ნინო ძალიან სერიოზული პრობლემა. დამერწმუნეთ, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სტუდენტმა ისწავლოს და არ შეიჩეროს არც ერთმა სტუდენტმა სტატუსი. გესმით, რას ნიშნავს ეს ციფრები? 1400 სტუდენტმა შეიჩერა სტუდენტის სტატუსი, რადგან არ ჰქონდათ საცხოვრებელი. შემდეგი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სარწყავის სისტემა. მოგეხსენებათ, არის ხოლმე ისეთი ზაფხულით, რომ გვალვებია, არ არის ასე რომ ვთქვათ, წყალი, რომ ადამიანებმა შეძლოს ნაკვეთების, ან როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა იმხელა ნაკვეთის მოწყვა, თუ არ არის სარწყავის სისტემა. სარწყავის სისტემა მთელ რაიონში არის გასაკეთებელი. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მწვავე პრობლემა, რაც თელაველებს აწუხებს და არა მარტო თელაველებს. მე ვიცი, რომ იგივე პრობლემაა ყვარელში, გურჯაანში, ახმეტაში, საგარეჯოში და ასე შემდეგ. ნათია, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თვითმმართველობებში წარმოდგენილი იყოს პატრიოტთა ალიანსი? შეძლებთ თქვენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრას? სანამ მე დამასახელებდნენ თელავის საკრებულოს წევრობის კანდიდატად, ჩვენ გვქონდა ფონდი. სახელწოდებით ფონდი ობიექტივი, რომლის მთავარი შემომწირვალებიც იყვნენ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები. ჩვენ დავეხმარეთ 7000-ზე მეტ ოჯახს, მათ ვისაც სოციალური დახმარება უსამართლოდ მოუხსნეს. ჩვენ შევძელით და შევედით იმ ადამიანების სახლებში, ვინც სახელმწიფოსგან თავი დაჩაგრულად იგრძნო. ობიექტივი საქველმოქმედო ფონდი არსებობის მანძილზე იმყოფებოდა ყველა რაიონსა და ცენტრალურ ქალაქში და ასევე მაღალმთიან რაიონებში. ვეცადეთ, რომ მაქსიმალური სიზუსტით გადმოგვეცა მთის სოფლებში ცხოვრებთა სოციალური ყოფა. ფონდმა ტელეკომპანია ობიექტივთან ერთად გააშუქა არაერთი მრავალშვილიანი, შეჭირვებული და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახების ისტორია. მომზადდა 500-ზე მეტი სატელევიზიო გადაცემა, რეპორტაჟი და სიუჟეტი. ობიექტივის ფონდის შრომის და დაჟინებული მოთხოვნის შედეგად სახელმწიფომ 250-ზე მეტ ოჯახს შეუკეთა დაზიანებული საცხოვრებლები და სახურავები.
ძალიან რთული იყო, მე მახსოვს კარგად და მინდა ამ თემაზე გავამახვილო ყურადღება, როდესაც იყო COVID პანდემია და სწორედ მაშინ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდულმა მოძრაობამ საქველმოქმედო ფონდთან ერთად შეძლო და მოიცვა თითქმის ყველა რაიონი. ჩვენ ვეხმარებოდით სახლში გამოკეტილ ადამიანებს, რომ მოგეხსენებათ მაშინ როგორი რთული ვითარება იყო, ადამიანებს არ ჰქონდათ სამსახურები, ვერ გადიოდნენ, განსაკუთრებით მოხუცებს, მაღაზიაში ვერ ჩადიოდნენ. 20,000-ზე მეტ ოჯახს უსასყიდლოდ გადავეცით ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, საკვები პროდუქტები. ასევე ახალგაზრდები ყოველ დღეს სხვადასხვა მისამართებზე გადიოდნენ, სადაც დახმარების მოლოდინში ჩვენი მოხუცები ელოდებოდნენ. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით გავაკეთეთ და აუცილებლად მომავალში ჩვენ ვეცდებით, რომ მძიმე სოციალურად მცხოვრებ ოჯახებს დავეხმაროთ და მათი გასაჭირი გულთან მივიტანოთ. მე კი ჩემს ხელოვნებას ვპირდები, რომ მათი ხმა ვიქნები საკრებულოში, მე არასდროს არ დავივიწყებ ადამიანებს, არასდროს არ გავთიშავ ტელეფონს, მივალ მათთან პრობლემებზე ღიად ვისაუბრებ და ვეცდები ყველანაირად, რომ გვერდით დაუდგე და მათი გასაჭირი გავიზიარო. და ბოლოს, როგორია თქვენი საარჩევნო კამპანია? მოსახლეობას კარდაკარ ხვდებით? ჩვენ რა თქმა უნდა თელავის რაიონის სხვადასხვა სოფლებში დავდივართ, ქალაქშიც ხვდებით მოსახლეობას, კარდაკარად დავდივარ, შევდივარ ოჯახებში, ვაცნობ ჩემს პროგრამას, თუმცა თვითონ უკვე მიცნობენ, იმიტომ რომ წლებია მე 13 წელია ობიექტივი ჟურნალისტი ვარ და ხშირად მათ სახლებშიც ნამყოფი ვარ, როდესაც უჭირდათ ყოველთვის მივდიოდი, გვირეკავდნენ, ჩვენ გქონდათ ცხელი ხაზი. რამდენიმე სოფელი დამრჩა და აუცილებლად მინდა უთხრა მოსახლეობას, რომ მე მათთანაც ჩავალ, შევხვდები, მოვისმენ მათ პრობლემებს და ვეცდები, რომ როდესაც გავხდები საკრებულოს დეპუტატი, აუცილებლად ეტაპობრივად უნდა მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.